მიხეილ ცაგარელი და გავიგებთ რა განწყობა. რა ხდება ზევით? რა ხდება ზემოთ და რას გვიქადიან ვარსკვლავები. რა თქმა უნდა, შეიარაღებული ვიქნებით და ინფორმირებული. მე უფრო ისეთი დღეები მაინტერესებს, როცა ყურადღება უნდა მივაქციოთ გულს ის გვართა დაავადებებს. რაშია? ასაკმა მოიტანეს. ადრე არ უთქვავს, არასოდეს აი ესეთ ვაღიარებ საჯა. აღიარებ. კარგი. რახან აღიარებ? მე ადრეც გითხარი. მიაქციე ყურადღება, იმიტომ შემითუმეთ ესეთ გრაფიკი გაქვს. აჰა. ხო, დღეღამ ასე თქვა. მონაცვლეობა. ხო, ასე რომ საჭიროა. დროა. ეხლა შემოგარგებო, ხო ხარ კარგად იმედია ყველანი. ეხლა დავიწყოთ იმის შესახებ ვისაუბროთ, როგორ იქნება ეს კვირა, რა ტენდენციები მოსავალნელი. პირველი და ყველაზე გასახარი არის ის, რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია. პოზიტიური ველი ნიშნავს, რომ განწყობა უმჯობესდება, ანუ შესაძლებლობა მოლაპარაკების იდეის რეალიზაციისა გვაქვს უფრო მეტი და ურთიერთგაგება მათლობს ადამიანებს შორის. მაგრამ რასაკვირველია, რაღაც თავისი ნიუანსები აქვს, ხო? კარგიც და ცუდიც ამ კვირას. ახლა რა მნიშვნელოვანი მომენტებია, მაგალითად. დღეს განსაკუთრებული ყურადღება თევზებს, ვერძებს, კუროს და ვერცხლებს. ამოთხნიშნავს, რატო? იმიტომ რომ გადაღლის შემთხვევაში შეცდომებს ადვილად დაუშვებენ. მეხუთე და გაღიზიანება მაღალი აქვთ. ანუ ეს უკვე კომპლექტურობას ნიშნავს. ამიტომ დღევანდელი დღე მაქსიმალური ემოციური კონტროლით გადაღლის გარეშე. ეს ერთი. ხვალ სიყვარულის ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა გადაემსვლებს ვერძის ზოდიაქოში. ვერძებო, თქვენთვის კი მოდის სიყვარულის დრო, ეს უდაოდ კარგია, მაგრამ ვენერას არ უყვარს ყოფნა. მოდი ესე ვთქვათ, თქვენ ზოდიაქოში. მას უყვარს სასწორში, ამას ქვია ჩავარდნა ვენერასი, ანუ არის ისეთი ადგილები, სადაც მაინც არ უყურე, ვენერას უყვარს რომანტიზმი, სიყვარული, ვერძი კი მეუმარია, ხმალი უკავია, ხო, აბსოლუტურად სხვა ენერგია. ამიტომ ეხლა ნიშნავს იმას, რომ სიყვარული უკვე ყველაზე მოქმედებს როგორ უფრო აგრესიულად, უფრო შემტევი ხდება ადამიანი, ზედმეტად აქტიური, ზედმეტად პირდაპირი, კამათისადმი მიდრეკილება ორივე პარტნიორს უნდა ერთმანეთს დაუმტკიცოს, რომ აი ყველაზე მაგარი ის არის და ყველაზე ჭკვიანი ის არის და ის რასაც ამბობს. კლასიკა, ვერძის კლასიკა. კანონი აღარ უნდა ლაილაი, ხო, ეს ყველას უნდა თავის დამტკიცება, ხო, სიჯიუტე მატლობს. ანუ აი ამიტომ არ უყვარს ყოფნა. რატო უყვარს სასწორში? იმიტომ სასწორში დიპლომატიურია, რომანტიულია, რბილია. მეხუთე აქ კიდე არა, კაცრია და ძალიან პირდაპირი. ამიტომ არ უყვარს აკופნა. აგენა გამომდინარე, ეს სიყვარული მიიღებს ცოტა უფრო მძაფრ ფერს. იქნება კამათი, ხო, იქნება კამათი, არდათმობა, სიჯიუტის ელემენტები მატლობს, ცოტა აგრესიული მომენტებიც იქნება წინა პლანზე, თუმცა აქტიურობა მოემართებს. ის რომ დავუშვათ, გინდათ, არ გინდათ თქვენ, გინდათ ეს პარტნიორი და აქ უფრო აქტიური ხდებით, ეს კი ეს უდაოა, ამიტომ ეს მონაცემები ხვალიდან უკვე თვალსაცემი იქნება თითქმის ყველა ცხოვრებაში. ზეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არსებობს, ეს პლანეტა იუპიტერი. ანუ ეს არის მშვილდოსანთა პლანეტა, მაგრამ მას სხვანაირად ქვია გამარჯვების მმართველი პლანეტა. აი აქამდე იყო რეტროგრადული უკუმავალი. როცა იგი უკუმავალია, გართულებულია წარმატების სერიოზულად მიღწევა. სხვადასხვა წინააღმდეგობებია. აი ახლა ზეგიდან ხდება იგი სწორად მავალი, ანუ დირექტორი. ეს ნიშნავს რას? წარმატების ფაქტორი ყველგან მატულობს. დაწყებული სპორტიდან, ხო? დამთავრებული თუ გინდა იურიდიული საქმეები, სასამართლო პროცესები, თუ გინდა საკანონმდებლო აქტები, თუ გინდა საგანმანათლებლო სისტემა, რელიგიური სფერო, ყველა საკითხები, სადაც აი მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გადაწყდეს, სასიკეთოდ სწავლა. იმიტომ რომ იუპიტერი გვაძლევს საშუალებას მეტი წარმატების მიღწევისა. და აქედან გამომდინარე, ფაქტორი წარმატებისა მოიბადებს, რაც მე მგონი ყველასთვის სასიკეთოა და კარგია. ხო, ეხლა გეომაგნიტურ დღეებს რაც შეეხება, გვაქვს 4. ეხლა ხვალ ზეგ ზედიზეთ. აი ეს არის ყველაზე რთული. ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი. სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი. რატო? იმიტომ რომ დღე გამოშვებით როა უფრო ადვილია. 3 დღე ზედიზეთ როა, ვისაც აქვს პრობლემები სწორედ გულს წარღვან სისტემასთან, ვისაც მოხუცები ყავს სახლში, ან ვისაც ნერვული სისტემა აქვს სუსტი, ან მეტეოდ დამოკიდებული ადამიანები არიან, ისინი განსაკუთრებით რეაგირებენ. უცებ ხასიათი აცვლება, უცებ თავი ატკივდება და შემდეგ ან წნევასთან დაკავშირებით, ანუ ეს არის მზეზე სეროზული აფეთქებები, რაც მზის ქარს იწვევს და ეს გეომანტიას თulis დედამიწისა და მოქმედებს ძალიან ცუდად. დავიყოთ ყურადღებით. რასაკვირველია, რაღაც დისკომფორტი გაქვთ, წნევა პირველ რიგში.
მიაქციათ ყურადღება და წნევის პროფილაქტიკა ან წამლობით, ან ყავის მეშვეობით, როგორც უკვე ყველა ვიცით, ხო? ამას მიაქციათ ყურადღება, ეს ძირითადი პარამეტრები ამ ქვრის, რაც ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. მაგრამ რადგან დედამიწა მაინც პოზიტიურ ენერგოველშია და კიდე გამარჯვების პლანეტას პოზიტიურ ელფერს იღებს, ეს უკვე სასკეთო. ეხლა ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს რა ტენდენციები აქვს, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, თითქმის ყველა ნიშანს აქვს პოზიტიური შანსები. დავიწყოთ ვერძით. დავიწყოთ. ერთ-ერთი ფავორიტი. ანუ წარმატების შანსი გაქვთ საკმაოდ მაღალი, თითქმის ყველა სფეროში. აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა. ხო, უყურე რა მომენტია, ნახევა ხო, რა საინტერესო მომენტია. უყურე თან 3 გეომაგნიტური დრეა. ამასაც გეუბნები, ხო? პლუს უკვე მე აქცევ ყურადღებას გულსიზარღვან სისტემას, ხო? ამის გათვალისწინებით აქტიურად მოქმედება. ოღონდ რაღაც პატარა პრობლემა მომენტალურად ჩარდები. მე ხა ერთი დასკვნა გავაკეთე. ანუ წარმატებას რომ მივახცევთ, ჩვენი სიხარულის გამომხატველი ინდექსი თუ არ ვაკონტროლეთ, წნევა აგვიწევს. მარტო ეგ პრობლემა დავინახე ხა მე. არა მარტო. მოდი ახლა ერთ რაღაცასაც გეტყვი. ვერძებს არ გიყვართ წარუმატებლობა, ვერ იტანთ. და ახლა უყურე რაღაცა არ გამოგივიდათ. თქვენთვის ტრაგედია იწყება და როგორ განეცდით, იცი? გულამდე მიგაქვთ. ეს გაცილებით უარესია. მე ხვდი ის ხო არის ეიფორიული მუხტი კი ბატონო, მაგრამ კემაიც სასიკეთო ჰორმონები გამოიყოფა. აქ პირიქით დამანგრეველი ჰორმონები, თორემ ნერვიულობას როგორ მოგივიდა. შენ ხო პირველი ნიშანი ხარ. შენ მეორეობას ვერ იტან, მე ხვდი და ეს ურტყავს პირდაპირ შესაძლებლობა. ხო ძალიან მოირგო და ეს დრო და წაიღო ბევრი. ხოსაც აინტერესებს რა ვიყავება. სიყვარულის ქალღმერთი არის ჩვენთანო. მოგლეთ, მოდით ახლა თქვა, ესე თქვა. ხა ეს მარტო სიყვარულის არ არის. ერთ რამესაც გეტყვი, ხო ახოს კიდე ერთ შეავდებას მივადი და მე გადავალ ხებზე. ფინანსების ეს არის პლანეტა, ვენერა. თქვენ ზოდიაქოში გახდეს, ამიტომ მაგუთი 10 შეიძლება მე ხვალიდან. ეხლა ყურადღებით ვერძებო ხვალიდან. რაჭირთ ყუროებზე გადავიდეთ. კარგი ბატონო, გადავედით ყუროზე. ეხლა ყუროს რა მომენტი აქვს? საქმიანი კუთხით კარგი პერიოდია. უდაოდ. შეიძლება ფინანსური საკითხებით მაგვაროს რაღაც საინტერესო დივიდენდები მიიღოს და იდეების რეალიზაციას მოხდეს, მაგრამ ჯანმრთელობას ყურადღება. ენერგოტონუსი ეცემა, იმუნიტეტი ეცემა, ამიტომ გადაღლა არ შეიძლება. საქმეთა ფორსირებას თავი დაანებეთ, აჩქარებთ, მოვლენებს დააკვირდით და იქნებით ზედმეტად რადიკალურად პირდაპირი გამოთქმებისას. ეს ყველაზე მეტად დაძაბავს ურთიერთობებს. თუ ამ ტენდენციებს გაითვალისწინებთ, საქმიანი კუთხით, შემოქმედებითი კუთხით პერიოდი საკმაოდ კარგი და წარმატებულია. ტყუპებს ახლა ვერ გააჩერებთ, მათი დროა. ამიტომ ძალიან წარმატებული ნიშანია, ზე აქტიური, ზე ენერგიული, საკმაოდ კარგი ორატორული მონაცემები და ბრწყინვალე იდეები და მათი რეალიზაციის გადასარევის საშუალებები აქვს. ამიტომ ეს არის პერიოდი მგზავრობის, მოგზაურობის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების, პარტნიორული თანამშრომლობის, ყველაფერი გამოსდის. აშკარად გზნობენ ტყუპები, რომ მათი ვარსკვლავური დრო დაიწყო. ამიტომ ჩაერთეთ აქტიურად. გერჩხებებს რაც შეეხებათ. აქაც იგივეა რაც ყუროსთან. ენერგოტონუსი ეცემა, ამიტომ ცოტა გჭირდებათ გადაღლასთან დაკავშირებით მეტი დასვენება, გამოძიდება, მაგრამ საქმიანი კუთხით პერიოდი კარგია. ზოგადად რა უნდა ვქნათ, იმისთვის რომ არ დაკარგოთ შანსები, რომელიც მოდის საქმიანი ფინანსური კუთხით, გინდა შემოქმედებითი კუთხით, უდაოდ გაქვთ კარგი შესაძლებლობები, მაგრამ რა არის საჭირო, არ გადაღლა. გადაღლის შემთხვევაში შეცდომებს უშვებთ. ამიტომ დროდადრო მოგეცათ საშუალება დაასვენეთ ორგანიზმი. მაშინ საქმეშიც იქნებით მეტად წარმატებული. და კიდევ ერთი რამ, ბევრი რამ აქ სამყარო აშკარად თქვენს მხარეს არის. რაღაცა შეცდომა დაუშვით, რაღაცა ისე არ თქვით, არ გააკეთეთ, ისე გაევლის ვერაფერს ვერ ამჩნევთ. კარგად ბატონო მიხეილ. ხო, ეს ტენდენციები, ამიტომ გეპატიებად ყველაზე მეტად მაგის დაჯერება გამიჭირდა, ახლა რაც კი ამდენი წლის მანძილზე ამ ეთერში გითქვამთ. მაგრამ გეპატიებად და თქვენ ამას ნახავთ ამ კვირაში. ბევრ რაღაცაზე თვალს დახუჭავს საზოგადოება ამ შემთხვევაში. და ეხლა რაც შეეხება ლომებს, ლომების ერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა მდგრადია, პროაქტიული ხდება, ენერგიული ინიციატივანი, ბევრი რამ შეიძლება გამოვიდეს და ამიტომ პრობლემებიც გადაწყვიტოს. ახალი იდეა პროექტებში ჩაერთოს. ამიტომ ლომისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ახლა გაჩერების უფლება თქვენ არ გაქვთ. პირიქით, რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ, რაც შეიძლება მეტი იმოქმედეთ, ოღონდ ჩუმად, საიდუმლოდ. ზედმეტი ლაპარაკის გარეშე რასაპირებთ, რა გეგმები გაქვთ, მაშინ გაცილებით წარმატებულად იმოქმედებ და შანსები წარმატებისა ფინანსური კუთხითაც მოიმატებს, პროფესიონალური განვითარების კუთხითაც, პარტნიორული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, ბიზნეს პარტნიორები, საქმიანი პარტნიორები, უფრო მეტიც პირადი ურთიერთობებისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო დროა და ქორწინებისთვისაც საკმაოდ კარგი პერიოდია, მინდა უთხრა ლომებს. ეხლა ქალწულებს რაც შეეხება, აქაც ჩვენაირი ვარიანტია, როგორც ყუროს და
კერჩხიბებს აქვს. ჯანმრთელობა არამდგრადია, საქმეში გადასარევი პერიოდია. ამიტომ გავწულებო გავფრთხილდე ჯანმრთელობას ცოტა დაასვენეთ საკუთარი თავი იმისთვის, რომ საქმეში წახვიდეთ წინ, იმიტომ რომ აქ ფარველი ადამიანებიც გამოჩნდება, რომელიც ფარველობენ თუნდაც თქვენს ბიზნეს ან საქმიანობას, ხელმძღვანელებისგანაც იღებთ უფრო მეტ კარდ ბლანშს. ამიტომ შანსები იდეების რეალიზაციის 1-2 მატულობს. თავარი არის რა ჯანმრთელობა. თუ აქ ინფექციური დაავადება, რა სხვა გრიპის წინაშე აღმოჩნდეთ, რომელ საქმეზეა ლაპარაკი, ხო? ამიტომ ვამბობ, საქმეში გინდა წარმატება, გინდა ფინანსური კეთილდღეობა და კარგი შესაძლებლობების გამოვლენა, მაშინ გავფრთხილდით ჯანმრთელობას. ამას მეგწევ არ გაცივდეთ და ასე შეგვიძლია. სასწორები ძალიან წარმატებულები არის, ენერგოტონუსი აშკარად მატულობს. კონკურსებში, ლოტარიებში მონაწილეობა თუ გაქვთ საშუალება, მიიღეთ. წარმატების ფაქტორი გაქვთ მაღალი. ძალიან კარგი დროა შვილებთან ურთიერთგაგება მატულობს. პირადი ურთიერთობებისთვის სიყვარულის დროა სასწორთა ცხოვრებაში, ამიტომ შეიძლება ახალი რომანტიკული კავშირების წინაშე აღმოჩნდეთ ძველი ურთიერთობები, რომ მაღალ დონეზე აიყვანონ. როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი იქნება ძალიან კარგი და წარმატებული, მაგრამ სად არის წყალქვეშა დინება? ფინანსებში. ზედმეტ ფინანსურ ხარჯს თავი დაანებეთ, იმიტომ რომ შეიძლება წინასწარ განუსაზღვრელი ფინანსური ხარჯის წინაშე აღმოჩნდეთ. ამიტომ ზედმეტს ნუ დახარჯავთ, რომ აქ მე რაიმე პრობლემები არ შეიქმნას. ამიტომ მთლიანობაში კარგი პერიოდი, აი ზედმეტი უაზრო ხარჯით არ გაიფუჭოთ. აი ეს არის თავარი. მორიელს რაც შეეხება, მორიელსაც იგივე ვარიანტი აქვს. ჯანმრთელობას თუ გავფრთხილდება, არ გადაიღლება. მაშინ საქმიანი კუთხით ძალიან კარგი პერიოდი აქვს. ფინანსებსაც იშოვის. შეიძლება ახალი საინტერესო სამსახურის წინაშე აღმოჩნდეს. მგზავრობა, მოგზაურობის კუთხითაც კი საინტერესო პერსპექტივები უჩნდება მას და არაერთ საყოფაცხოვრებო პრობლემას მოაგვარებს. სამნიშნავი აქ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, მათი თანადგომა, მათი დახმარება, ურთიერთგაგება საკმაოდ მაღალ დონეზე. ეს უორკეცებს მას ძალებს. ამიტომ თუ ზედმეტად არ გადაიღლება და ზედმეტად არ აიღებს ბევრს საკუთარ თავზე, თორე ხა ტონუსი მაინც იმუნიტეტი და გავაკონტროლებ რაღაც. სხვა მხრივ არ გავაფუჭებინო. სხვა მხრივ აი საქმიანი თვალსაზრისით შეიძლება სერიოზულად წავიდეს წინ, მნიშვნელოვან ბიზნეს პროექტებში ჩაერთოს და ფინანსური მდგომარეობაც საგრძნობლად გაიუმჯობესოს. შვილდასაც რაც შეეხება, ახლა მთავარი პრობლემა შვილდოსთვისა რა არის? იმპულსურობა, სიჩქარე. აი ხა ყველაფერეჩკა იმდენად კარგად გამოზდის, რომ უნდა რაც შეიძლება მეტი მოიცვას და არ იქა სწრაფად დაამთავროს. აი აქ არის შესტომა. ნუჩკარობ, ჩემო კარგებო, ყველაფერს თავისი დრო აქვს. თქვენი იღბლიანობა მაღალია, ენერგოტონუსი მაღალია, მაქსიმალურად გეხმარებიან მეგობრები, მეზობლები და ძალიან კარგი პერიოდია სხვა შორის იგივე კონტაქტებისთვის. დებთან, ძმებთან, მეზობლებთან ურთიერთობა უმჯობესდება, მათი თანადგომა, მეგობრული კონტაქტები, მათი თანადგომა, საუკეთესო პერიოდია პარტნიორული თანამშრომლობისთვის, მგზავრობა, მოგზაურობა ძალიან ეფექტური და წარმატებული იქნება. ანუ ყველა სფეროში გაქვს ძალიან კარგი შანსები. შეიძლება საინტერესო იდეები შემოვიდეს. ეს იდეები შეიძლება გახდეს ახალი პარტნიორული თანამშრომლობის წინაპირობა. ამიტომ შემოკარგებო, ენერგოტონუსიც მაღალი გაქვთ, შარმიც მაღალია, ოპტიმიზმის ზეძლიერი გაქვთ. ამიტომ წარმატების შანსი გაქვთ აბსოლუტურად ყველაფერში. იაქტიურეთ, არა გაქვთ უფლება ახლა გაჩერებისა. ოღონდ ფორსირებას ნუ მოახდეთ და იმპულსური ნუ იქნებით საქმეებში. უცებ გინდათ ყველაფერი და სწრაფად. აი ეს არის შესტომა. ხისკას რაც შეეხება, ხისკას ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ ეცადეთ არ გაცივდეთ და ინფექციური დაავადების წინაშე არ აღმოჩნდეთ. ეს არის ხო მთავარი თქვენი მტერი და მეორე, თუ ხართ ძალაუფლების მქონე პირი, არ გადაამეტოთ ძალაუფლებაში. აი ეს არის ამშვენი ხელმძღვანელი პირი. თუ ამას გაითვალისწინებთ, პერიოდი არის გადასარევი, საქმიანი კუთხი და ხელს უწყობს რას? ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აი ადრეული დაწყებული თქვენი საქმეები, პროექტები, იდეები, აი ახლა მოიტანს ფინანსურ შემოსავალს. აქ შეიძლება ჩაერთოთ ისეთ საინტერესო ერთობლივ პარტნიორულ თანამშრომლობაში, რაც ფინანსური კუთხით გაზრდის თქვენს წარმატებებს, პრემიების, ბონუსების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, რაც კიდევ მეტად შემოიტანს ფინანსებს. ამიტომ ფინანსური კეთილდღეობის დროა, ოღონდ დათვალისწინებით იმ ნეგატიური ტენდენციებისა, რომელიც ჩვენ დღეს უკვე აღნიშნეთ თქვენთან დაკავშირებით. ნუ ძალაუფლებას არ გადაამეტოთ, თავარი ეს არის. ეხლა გადავედით მერწყულთან. თავარი ფავორიტი ამ პერიოდის ეს არის მერწყული. მზე, პლანეტა მერკური, პლანეტა პლუტონი, ყველა იმყოფება ახლა მერწყულში. ამიტომ ენერგია ზემძლავრი, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, კომუნიკაბილურია, კრეატიულია, წინვალი იდეების მატარებელია და რეფორმატორია. რაც შეიძლება მეტი სიახლეები. ახალი იდეა, ახალი პროექტი, ახალი ურთიერთობა, ახალი პარტნიორული თანამშრომლობა, მგზავრობა, მოგზაურობა, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი იქნებით, არნახულად კრეატიული და საინტერესო ყველასთვის. ამიტომ გინდათ ფინანსური კუთხით, გინდათ იდეების რეალიზაციის კუთხით, ძალიან კარგი შესაძლებლობები გაქვთ. თავარია არ ეზარმაცოთ. ტყუილებრალო ფანტაზიებში და ტყუილებრალო ლაპარაკში დრო არ დახარჯოთ.
რომ თითოეული წუთი გაქვს ძალიან კარგი შანსების პერსპექტივების მატარებელი. ხა უაზრო ლაპარაკები დაგეკარგინებთ ამ დროს. ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა წლის განმავლობაში თქვენთვის იაქტიურეთ ყველა ფრონტზე. გინდათ როგორც სცენარისტი, გინდათ რეჟისორი, გინდათ მუსიკოსი, გინდათ ინჟინერი, ნებისმიერ სფეროში, გინდათ სპორტსმენი, ხუჭა კვარაცხელიაკოს გამახსენდა ჩვენ. ხო, სადებიუტო გოლი გოქასატანი ბატონო მიხეილ და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ახლა ეს წინასწარ ინფორმირებული. კი ბატონო, გაიტანს, იმიტომ ვერცხლის ცეხა საინტერესო და კარგი პერიოდი მოდის, ყველაფერს გადალახავს და ყველაფერი კარგად იქნება. და მივადექით თევზებს. თევზებო, აი ახლა თქვენ გაქვთ საინტერესო პერიოდი რა კუთხით? ერთის მხრივ კარგი, მეორეს მხრივ ცუდი. ფარუნტრები, ჯორები, ინტრიგები, თქვენ საწინააღმდეგოდ მოშორნეები ძლიერდებიან. ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან. იმუნიტეტი ეცემა, თქვენ ახლა გაქვთ ერთ-ერთი ურთულესი იმუნიტეტის კუთხით პერიოდი წლის განმავლობაში. როცა ეცემა ენერგოტონუსი არ გაცივდეთ, ბავშვს ყურადღება განსაკუთრებული. ხო, ახლა განსაკუთრებით რატო? იმიტომ კი არა, რომ მაინდა-მაინც უნდა გაცივდეს, არა, იმუნიტეტი აქვს დაბალი. ვიტამინები რაც შეიძლება მეტი. ეხლა რომ გაუძლიეროთ ეს იმუნიტეტი, იმიტომ რომ ბუნებრივად ესეა, კოსმიურად იმუნიტეტი აქვს ყველაზე დაბალი უახლოესი 2 კვირა. თევზებს წლის განმავლობაში, ესე იგი, ადვილად შეიძლება გაცივდეს, ხო? აი, აბსოლუტურად სწორ ზედაპირზე უცებ რაღაცა მოხდეს, ხო? თუ რაღაც მithumetes თუ აქვს რაღაც ქრონიკული დაავადებები, აი შეიძლება ახლა გამოვლინდეს მეტად, ხო? ამიტომ იღავით ცოტა ყურადღებით ჯანმრთელობის მიმართ პირველ რიგში. თუ ამას გაითვალისწინებთ, სხვა მხრივ პერიოდი ძალიან კარგია. დახმარება მეგობრებისგან, დახმარება კოლეგებისგან, პრომეტიც ხელმძღვანელებიც კი დადებითად არიან განწყობილი მათ მიმართ. შემოქმედებით ნიჩის დაუნარის გამოვლენის ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს. აქ შეუძლია პოეზიაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში გარკვეული შედევრების კი შექმნას ამნიშნულმა და ფინანსური გამარებაც კი გაუმჯობესოს. და პარტნიორული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ზოგიერთ თუ იყო რაღაც კონფლიქტური სიტუაცია პარტნიორებთან იქ შერიგებას. და ერთობლივ თანამშრომლობასაც კი. ამიტომ ამ ხრივად ძალიან კარგი შანსები აქვს საქმიანი კუთხით, მთავარია ჯანმრთელობას ყურადღება და აკონტროლოთ ზურგს უკან რა ხდება, ფარუნტრებს არ ძინავთ. ენას კბილს თუ დააჭერთ და ზედმეტად არ ილაპარაკებთ რასაბირებთ, იქნებით უფრო წარმატებული. გაფრთხილებული ხართ, შეერაღებული ხართ და წარმატებულები ხართ. ნუ ვენერას იმედი გვაქვს. აბა როგორ, მაღლითიც მოვა. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, წარმატება ვუსურვოთ ყველას, ჩვენ მაყურებელს, განურჩევლად ზოდიაქოს ნიშნისა. დიდი მადლობა თქვენ წარმატებებს გისურვებთ, ბედნიერი და წარმატებულ კვირას.